მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით მეგობრებო. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე, სოფლიოს დიდ ავადმყოფობაზე გამარჯვების დღეა. 360,000-მა ქართველმა გაიღო თავისთვის ყველაზე უძვირფასესი სიცოცხლე იმისათვის, რომ სოფლიო ეხსნა იმ ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ქვია. მე ქეთს ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე. მე მინდა მოგილოცოთ აღდგომის წინვალე დღესასწაული, ჩვენი წინაპრები აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ასე ესალმებოდნენ ერთმანეთს. ქრისტე აღდგა. აიხარეთ. ჩვენ დღეს უაღრესად საპასუხისმგებლო შეხვედრა გვაქვს, რადგან ქვეყანაში და ჩვენ ქალაქში არის უაღრესად საპასუხისმგებლო პოლიტიკური ეტაპი. მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ყველამ ერთად მოვიპოვეთ საერთო სახალხო გამარჯვება საქართველოს იმ დიდ ავადმყოფობაზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სამწუხაროდ წინსვლა აღარ შეინიშნება. სამწუხაროდ არაფერი არ კეთდება იმისათვის, რომ დანაპირები შესრულდეს და რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე მთავარი პირობა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ეს იყო სამართლიანობის აღდგენა და ეს იყო სისტემური ცვლილებების განხორციელება. არც ერთი და არც მეორე ჯერჯერობით ჩანასახის მდგომარეობაშიც არ არის. ეს ავადსახსენებელი კოაბიტაცია ჩვენი აჩემება არ არის, ჩვენი ახირება არ არის. ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ელემენტარულად ხელს. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს ვერ გაიგო რატომღაც ხელისუფლებამ და რატომღაც რა თქმა უნდა ბჭყალებში გვაქვს ჩასმული, ვერ გაიგო ერთი მიზეზის გამო. მისი ამოცანაა, მისი მიზანია გაიმყაროს ხელისუფლებაში ყოფნა, დაეუფლოს ყველა წამყვან პოზიციას, რაც კი ქვეყანაში არსებობს. ამ ეტაპზე გამგებლები, მერები, საკრებულოები უნდა რომ თვითონ ასე ვთქვათ მოირგოს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე თუ ვერ სწავლოთ, სხვის შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ, სხვის გამოცდილებაზე მაინც ვისწავლოთ. დიდი ძალაუფლება არის ის ტვირთი, რომელსაც ვერავინ ვერ აწევს. არ არსებობს ესეთი ხელისუფლება. ამას ქვია დიქტატურა და დიქტატურა ყოველთვის ჩიხში ექცევა და ყოველთვის კედელს ეჯახება და თვითონაც იმსხრევა და ქვეყანასაც ანგრევს. აი ეს ვერ გავაგებინეთ ახალ ხელისუფლებას, არადა ყველას მოგეხსენებათ, ბევრი დათმობა გავაკეთეთ იმისათვის და ჩვენი ერთადერთი წინაპირობა ეს იყო, როდესაც ხარს უჭერდით ქართულ ოცნებას, არ ვიღებდით არაფერში მონაწილეობას, უარს ვამბობდით ყველა პორტალზე, ყველა სკამზე, ოღონდ ერთი პირობა, როგორც კი დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სამართლიან პირობებში, რომ ყველაფერს დაერქვეს ღირსეულად, დამსახურებულად თავისი სახელი. ეს არ კეთდება, რახან ეს არ კეთდება, ამიტომ საქმე სულ უკან და უკან წავა. ეს უნდა შევცვალოთ. და ჩვენი კოალიცია, მე მივესალმები კოალიციის წარმომადგენლებს, მის ლიდერებს, კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, ჩვენი ნომერია 3 და ჩვენი სლოგანია დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა, მართლაც დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა. ჩვენი კოალიცია მოწოდებულია იმისკენ, რომ შევცვალოთ და გავატაროთ სწორედაც სისტემური ცვლილებები. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა. სხვანაირად თუ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაში დიდი ძალებით, დაბალანსება ხელისუფლების ვერ მოხდება და გავიმეორებთ იმ გზას, რომელიც საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყო. და ეს არავის არ გვიდა ბუნებრივია. ამისათვის არის მარტივი გზა, მარტივი ხერხი. სრული მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და არჩევნებზე მივიღოთ ის გონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ამ გზით წაიყვანს. ჩემი ამ მოკლე შესავალის შემდეგ მინდა სიტყვა გადავცე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო კაცს, ღირსეულ კაცს, მეგობარს, ბატონ გია ბურჯანაძეს. მადლობ ჩემო კაცო.
მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მეგობრებო. უერთდები გიორგის სულისკვეთებას, რითაც მან დაიწყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ფაშიზმი ერთნაირად საზიზღარე არის, ეს იქნება გერმანული, ქართული, რუსული, ფრანგული, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ბაბუების თაობამ გაიღვეს თავისი წვლილი ამ საქმეში და ადამიანები ბრძანდებიან, რომლებმაც ქართულ ფაშიზმის დამარცხებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია ეს. ჩვენ არა ვართ ის ერი, რომელიც ვეგუებოდეთ ამას და არც უნდა შევეგუოთ. მაგრამ სამწუხაროდ ამ ფაშიზმის, ამ ძალადობის, გაუტანლობის, უსამართლობის ფესვები ისე ღრმად არის გასული საქართველოში. ერთად თუ არ მოვერიეთ ჩვენ, ერთად უნდა შევიკრათ და მოვერიოთ ამას. თორემ ძალიან ცუდი სახელი დაგვრჩება ჩვენ. ეხლა რა მინდა გითხრათ? აი ეხლა სადაც მე ვდგავარ 400 მეტრში დავიბადე, აი აქედან. ნახევარი ცხოვრება იქით გავატარე, 500 მეტრში დანარჩენი მეორე ნახევარი ჩემი ცხოვრების. 1 კვადრატულ კილომეტრში არის ჩემი ცხოვრება შემოფარგლული. თუმცა მიმაჩნია რომ ჩემი სამშობლო ვერავაკი არ არის. ჩემი სამშობლო არის საქართველო. თუ საქართველოს არ ეშველა, ვერც ვერას ეშველება, ვერც ვაკეს, ვერც ობჩას, ვერც თელავს, ვერც სოხუმს. საშველი ბევრი არის. და გეტყვით რა შეა საქმე. ამ 4-5 წლის მანძილზე რაც აი ეს გუნდი ერთად ვიბრძვით და მართლა თავდადებულად ვიბრძვით. ეს ალბათ სხვებმა უნდა თქვან, ეხლა ჩემგან ამის თქმა არ შეიძლება, უხერხულია. მაგრამ რაც ქონდა ჩვენ ამოცანები და მიზნები, სამწუხაროდ არაფერი არ შეცვლა. ჩვენ ისე ვერ ვირჩევთ ჩვენს გემოზე და ჩვენ შკუაზე ხელისუფლებებს. ჩვენ სასამართლო კვლავ არა გვაქვს. ეკონომიკაში რა ხდება მოგეხსენებათ კარგად. მედიას რაც შეეხება გუშინ ამაზრზენი ფაქტი მოხდა, დამნაშავე პარტიის ღონისძიებას გადასცემს პირდაპირ ეთერში. კარგი ის რუსთავი მათი არის და კერძო ტელევიზია და მათი უფლებაა, მაგრამ როდესაც დამნაშავე პარტიის, დამნაშავე ორგანიზაციის შეხვედრას, ყრილობას თუ რაღაც კონფერენციას, არ ვიცი რა დავარქვა, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს პირველ ეთერში და ამ დასერილ გულზე კიდევ მარილს გვაყრიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ფულით არსებობენ. ეს არის ამაზრზენი და დანაშაული. და ამასაც ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ეხლა პოლიცია არ გვარბევს და აქედან წასულებს თავებს არ გვიმტრევენ. სამსახურებიდანაც არავის არ აგდებენ, იმიტომ რომ სამსახურები როგორც არ ქონდათ, ისე არ აგაქვთ დღესაც. არ შეცვლა კიდევ ერთი მთავარი რაც არის. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, 1 სანტიმეტრით არ დაძვლა. მე მოგახსენეთ რომ აი აქ დავიბადე, ამ 1 კვადრატულ კილომეტრში გაიარა ჩემმა ცხოვრება, მაგრამ მე ლოზუნგებით არ მინდა მე მახსოვს აფხაზეთი. მე მინდა რომ ჩემმა შვილმა, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვიწყებთ ხოლმე აფხაზეთზე საუბარს და ვტირივარ და რა გატირებთ, რა იყო ეს აფხაზეთიო, მინდა რომ ერთხელ შავიდეს და ნახოს. იგზნოს რა არის ის ჩვენი ამ ქვეყნიური სამოთხე. ეს უძველესი ქართული მიწა. 1 სანტიმეტრით არ დაძვლა. ერთი ნაბიჯი არ გადადგარა. თითქმის 2 წლის მანძილზე. ჩვენი სადგივარი ისევ იგივე არის. გუშინ ნაძალადევში ქონდა შეხვედრა და მე ნაძალადეველს, ნახალოკელებს ასე ვიმართე რომ მაჟორიტარული გამოტოვებული ის იყო ასარჩევი კანდიდატი და როდესაც ჩვენი გუნდი ვესაუბრებოდით მათ არ დაგვიგდეს, არ დაგვიჯერეს და მივიღეთ უпроსორეთ ნაძალადელებმა მიიღეს მაჟორიტარი, რომელიც იმის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა ნახალოკაში. სამაგეროდ თავს იკლავს და გადამკვდარი არის. თამარ კორძახიაზე მოგახსენებთ მე. ვის უფლებებს იცავს, ყველამ კარგად იცით, უკვე მეშინია. თქმა, იმიტომ რომ აქედან მე ხელები არ გადამიგრიხონ და კანონის დარღვევისთვის არ გამაკანონ. კიდევ ერთხელ იმ დაწესებულებაში და არ გამასამართლო. ეს მოახერხა ახალმა პარლამენტმა. ისევე ვიმართე ნაძალადევებს. არ მომგზავნեն ისინი არჩევნებში, ან თუ მოვიდნენ არასწორი, არა გულწრფელი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ თავაზობდით რომ აერჩიეთ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტად ქართველებმა. ის ჩაუდგება საქართველოს სათავეში, ჩვენ ჩაგვიდგება ყველას
და უსამართლობა სამითი დავამარცხებთ. ავითი დავამარცხებთ იმას სასამართლო რო ქვია დღეს და ამას არ ქვია სასამართლო. ეს არის კანტორა ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურნეების მიერ შექმნილი, რომელიც ყველაფერ ქართულს, ყველაფერ მართალს ებრძვიან. და რა მივიღეთ, ნახეთ ჩვენ, კაცი რომელიც ისახდა კოაბიტაციას დავამთავრებო, ყველაზე მეტად კოაბიტირებულია იმ ძალებთან. მე დღევანდელ პრეზიდენტზე მოგახსენებთ. კაცი რომელიც იფიცებოდა როგორ შევალო მეო პრეზიდენტის სასახლეშიო. და სწორად ამბობდა ის, იმიტომ რომ ის პრეზიდენტის სასახლე ამ გაჭირებულ ქვეყანაში 900 მილიონი რო დაჯდა. ეს ხო გაправება იყო სააკაშვილის. რომ ესე იგი სწორად დავხარჯე ფულიო, თურმე პრეზიდენტ ჭირდებაო სასახლეო. გაქანდა და შევარდა, აღარც გამოდის იქიდან. ერთი რაღაცა თქვა ამ კაცმა, ერთი ნაბიჯი მაინც გააკეთა იმისკენ, რომ საქართველოს გამთლიანებას რაღაცა წინსას ამ დროს მხედართმთავარი არის, ამ დროს საგარეო საქმეები მას ეხება როგორც პრეზიდენტს. არ დაგვიჯერეთ მეთქი ნაზალადებები. ეს არ ნიშნავს ადგილობრივი არჩევნები იმას, რომ ვიღაცა მომიტევეთ კანალიზაცია, საჭირო საქმე არის, ნაგავს გაიტანს თუ განათებული იქნება. ყველა ეზოდან, ყველა ქუჩიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქალაქიდან უნდა დაიწყოს ერთიანი ძლიერი მოძრაობა ჩვენი ერის გასათავისუფლებად, რომ დავიბრუნოთ ღირსება, რომ სახელმწიფო ერქვას და ჩვენს მაგვირად სხვები არ წვიტავდნენ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც მივეჩვიეთ ბრძოლას. 78 წლიდან ვიბრძვით ჩვენ, ქუჩაში ვართ გასული, აქ ჩემი მეგობრები არიან ამ უბნიდანაც და იმ უბნიდანაც. ჩვენ მიშვეული ვართ ამას, მაგრამ მე მეშინია რომ აქ ახალგაზრდებმა გაიარეს, გამოიარეს, არც დაინტერესებულად რა ხდება. გადაეჩვევიან ისინი ამას. ნიჰილიზმში არის ჩავარდნილი მოსახლეობა, ახალგაზრდები მით უმეტეს. ამიტომ ჩემო კარგებო, იმდენი რამე არის მოსაწესრიგებელი ჩვენს ქვეყანაში. იმდენი რამე არის გასაკეთებელი, რომ ამას ერთი თაობა არ ეყოფა, მაგრამ უნდა დავიწყოთ. ჩვენმა თაობამ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. მე ძალიან მოხარული ვარ, შემდეგ აქ წარმოგიდგენენ ჩვენი დედაქალაქის მერობის კანდიდატ ჩვენი გუნდიდან და მე ღირსეულ კაცზე როგორ შემიძლია ორი ხელი თავიდანვე მივესალმი ამას, რომ დიმიტრი იქნებოდა ჩვენი კანდიდატი მერობის, ეს ღირსეული ვაჟკაცი, ქართველი ლამაზი, კაი ოჯახის მამა. თავდადებული მებრძოლი კაცი, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი კაცი. და აქ წარმოდგენილები არიან ამ უბანში. ერთი ჩემი მეგობრის, აც გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, გაანათლოს ზაზასული. აქ ბიჭები ბრძანდებით, ვინც მეგობრობდით ზაზასთან. საზაღლონზე მაქვს საუბარი, მოგეხსენებათ, ახალგაზრდა კაცი ამ ბრძოლაში და უბედურებაში გაილია, შეეწირ ამას ყველაფერს. და მეორე ჩვენი თაობის ასევე გადასარევი, ინტელიგენტი, თბილისელი, ვაჟკაცი კაცი, ლევანი, ასათია. ამაზე ჩემზე უკეთ ისაუბრებენ აქ კოალიციის ლიდერები. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ნუ ჩავარდებით აპათიაში. ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. უნდა მივიყვანოთ ბრძოლა ბოლომდე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე მინდა რომ ამ ბრძოლაში ავიყოლიო ჩვენი შვილები, შვილიშვილები, რომ ჩვენ შევიგრძნოთ რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ვისთვისაც იბრძვი, ის შენი ხდება. შვილი რატომ გიყვარს ჩვენ? იმიტომ რომ ბევრი გვაქვს გაღებული მასზე. და სამშობლო შვილზე მეტი არის. იმიტომ რომ ეს მარტო მე არ მეკუთვნის, ეს ჩემ წინაპრებსაც ეკუთვნოდა და ჩემს მომავალ თაობებსაც, რომელსაც ჩემი სახელი არ ეწოდინებათ. ის ყველაზე უფრო მეტია, იმიტომ რომ ჩემი შვილის, ჩემი მეგობრების ბედნიერებაც ამასთან არის დაკავშირებული, ამ ქვეყანასთან. ამიტომ ჩემო ძვირფასები, ვერელებო, ვაკელებო, მოგიწოდებ ნიჰილიზმში ნუ ჩავარდებით. მნიშვნელოვანი არის მისვლა. აუცილებელია მისვლა, რომ გაყალბების საშუალება არ მივცეთ. ისინი ერთად არიან დღეს. ვისაც ვებრძოდით, ისინი გამაგრებულები არიან, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებაში, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, ერთი ყლორტის ორ ფოთოლს ვეძახი მე მათ. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ნაციონალი იქნება, რესპუბლიკელი იქნება თუ ვინ იქნება, დემოკრატი თავის რა მნიშვნელობა აქვს? თუ ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ და ერთნაირად მტრობენ ქვეყანას, რა მნიშვნელობა აქვს სახელი მის შეერქმება თუ გრის შეერქმება? მივიდეთ არჩევნებზე სულ ყველანი, გადავდოთ ნახევარი საათი უნდა დავკარგოთ, 1 საათი, მაგრამ ღირს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი ღირს ამისთვის და მივიდეთ და სიბრძნით, გულით, გულისხმით ყოფით მივცეთ ხმა იმ ადამიანებს და არა ხათრით ვინმესი ან ვიღაცის თხოვნით. იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს ეს და კიდევ გავიმეორებ თქვენთან. ხათრით თამადას არ ვირჩევ ჩვენ სუფრაზე.
და ხათრით ავირჩიეთ პრეზიდენტი და რა დღეშიც ავარ ჩავარდნილი, ხედავთ ამას. ამიტომ გულით მივიღოთ გადაწყვეტილება და გონებით. აი ამას მოგიწოდებ ჩემო ძვირფასებო და იმედი მაქვს რომ მიხვალთ თქვენ სახლობლებს და მეგობრებს ეტყვით, გაუმეორებთ ამას, რომ აუცილებელია მისვლა. და უნდა მივიდეთ სუყელანი არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ეს არის და მოგიწოდებთ ამისაკენ. შემოხაზეთ ნომერი 3. გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო, მადლობა. ამის გამეორება ხშირად მოგვიწევს და არ დავიღლებით შემოხაზეთ ნომერი 3. 3 ბიულეტენია. ეს არის პოლიტიკური გაერთიანების ბიულეტენი, ეს არის მერობის კანდიდატების ბიულეტენი და ეს არის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი. 3-ვეში 3. სხვანაირად ეს არ შეიკორება ერთმთლიანი. ამიტომ მოგიწოდებთ, ეს არის ბურჯანაზე ერთიანი ოპოზიციის ნომერი. ხა მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ირაკლი ბათიაშვილს, ასე უბრალოდ ვიტყოდ. მე მინდა შევეხმიანო და გავაგრძელო ის თემა, რაზეც ლაპარაკობდა ჩემი ახლობელი და თანამებრძოლი გია ბურჯანაძე. ერთი წლის წინ ჩვენ ხალხს შევთავაზეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჩვენ ხალხს შევთავაზეთ და უთხარით, რომ მოდი ავირჩიოთ პრეზიდენტად ქვეყნის პირველ პირად, ქვეყნის თავარსარდლად ადამიანი, რომელიც არის ნამდვილად პროფესიონალი, ნამდვილად პოლიტიკოსი, ნამდვილად ქართული ფასეულობების მატარებელი და ნამდვილად სერიოზული კანდიდატი. სამწუხაროდ ჩვენმა ხალხმა მთელი რიგი მიზეზების გამო ყურად არ იყო ჩვენი შეთავაზება და ჩვენი თხოვნა და თავარი მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ძალიან ბევრს არ სურდა გული ეტკინა, ეწყენინებინა ერთი ადამიანისათვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც თქვა, რომ თუ თქვენ ჩემ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას მას არ მიცემთ, თუ გიორგი მარგველაშვილს მას არ მიცემთ, მაშინ მე გული ამიცრუდება ყველა თქვენთაგანზეო. აი ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო ანუ ვიღაცის თუნდაც ძალიან საპატივცემულო ადამიანის ხათრით მოხდა არჩევა ადამიანის, რომელმაც მე მგონი თვითონაც არ იცის რატომ არის დღეს იგი საქართველოს პრეზიდენტი და ასეთი რამე ალბათ საერთოდ ისტორიაში არ მომხდარა, პოლიტიკის ისტორიაში ესეთი რამე არ მომხდარა და არც ერთ ქვეყანაში, რომ ვიღაცის ხათრით მომხდარიყო ვიღაცის არჩევა და ვიღაცის ხათრით და იმის გამო რომ ვიღაცას არ წენოდა ეს არ მოხდა ჩვენი ხალხის მიერ სწორი არჩევანის გაკეთება. აი ამიტომ ეს არის ძალიან სამწუხარო და არასერიოზული მიდგომა, რა თქმა უნდა. მოდით ეხლა მაინც დავფიქრდეთ, ეხლა მაინც საქმეს მიუდგეთ სერიოზულად, თქვენი გონების ხმით გააკეთეთ ეს არჩევანი. და ამასთან ერთად თქვენ მხარს უჭერთ აი ამ ძალას, ამ საღძალას, ამ ნამდვილად ერის ინტერესების გამომხატველ ძალას და უნდა მხარი დაუჭიროთ მის კანდიდატებს, ღირსეულ ხალხს, მე ჩემ ვაკელებს, რა ვიცი, დღეში რამდენჯერ მიწევს მე სიარული ვაკეში, იმიტომ მიყვარს ჩემი ვაკე და მიყვარს ჩემი თბილისი, მე მინდა მათ ვუთხრათ, რომ აი ესენი არიან ნამდვილად ღირსეული კანდიდატები, ჩემი ლევან ასათიანი, ქალბატონი ინგა დარახველიძე, დაუჭირეთ მხარი აი ამ ღირსეულ ადამიანს, რომლებსაც თქვენთვის გული შესტკივათ, რომლებიც ნამდვილად არ დაიზარებენ, რომ მიგიყონ თქვენ, მოусმინონ თქვენ გაჭირვებას და ყველაფერი გააკეთონ თქვენი პრობლემების გადასაწყვეტად. იყვნენ თქვენი ხმა იმ საკრებულოში. დაფიქრდით და ისე გააკეთეთ ეს არჩევანი. მადლობთ ყურადღებისათვის. მეგობრებო, ყველანი გაეცანით გუშინ NDA-ის გამოკითხვებს. რა თქმა უნდა, მე ამაზე საუბარს არ დავიწყებ, იმიტომ რომ უხერხულიც კია იმ ციფრებზე ანალიზის გაკეთება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რაღაცა ინტერესს. მაგრამ ერთი რამ მინდა გამოვყო და ვაღიარო და ვეხმიანები ამით ირაკლი ბათიაშვილის გამოსვლას. მათაც ვერ დამალეს.
რომ სამი სუბიექტია გამოკვეთილი საქართველოში, სამი პოლიტიკური ძალა და ამ სამ პოლიტიკურ ძალაში ჩვენს გამოგვარჩიეს ეს არის აღიარება იმ რეალობისა, მაგრამ უბრალოდ არასამართლიანად აკეთებენ იმას. ციფრები არ შეესაბამებიან რეალობას. მე ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სხვა პოლიტიკურ რეალობაში, სხვა საარჩევნო კოდექსის პირობებში დიმიტრი ლორთქიფანიძე 5-1 მოუგებს ნარმანიას. აი ამ პირობებში ჩვენი ამოცანაა, როგორც მინიმუმ მეორე ტურში გადავიყვანოთ საქმე. როგორც მინიმუმ მეორე ტური აუცილებლად ჩვენია. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლებას ამ კოდექსით აქვს თავისი ჰანდიკაპი, დაახლოებით 20% მას ჯიბეში აქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაგაფრთხილოთ, იმიტომ კი არა რომ შეგაშინოთ, არამედ იმიტომ რომ გაგაფრთხილოთ, ჩვენ შეგვიძლია ეს დავძლიოთ, წარმოიდგინეთ, ყოველთვის სპორტთან ვატარებ ხოლმე პარალელს. საჯი არის მოწინააღმდეგის და შენ ნაკლები მოთამაშე ყავს მოედანზე. ხო ყოფილა ესეთი შემთხვევები რომ მოგვიგია. აი ეს შემთხვევა არ უნდა მოვიგოთ. საჯიც იმათია, მოთამაშეებსაც გვაკლებენ საარჩევნო კომისიებს პირდაპირ ვამბობ, ესე იგი ეს არ არის რაღაცა პოეზია და რაღაცა შედარებებით საუბარი. ეს არის გვაკლებენ ხალხსაც, საჯიც მათია, მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ იმდენად აღემატება ჩვენი ძალა და ჩვენ დამინდობა ჩვენი კონკურენტების ძალას. მე დიდი სიამაყით მინდა თქვა და დიდი პატივისცემით წარმოგიდგინოთ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა. ქრისტიანსტია. ჩემო ძვირფასო თბილისელებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარდგე თქვენ წინაშე. იმ ქალაქის მოსახლეობის წინაშე, რომელშიც ფეხი ავიდგე, დავიბადე, შევიძინე საზოგადოება ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში, მას შემდეგ რაც შემოვედი პოლიტიკაში და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა სიმართლისთვის და ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა იმ სისტემური ცვლილებებისთვის, რომელიც აგრერიდად ნანატრია თითოეული თქვენგანისთვის, მათ შორის მრავალი თქვენგანისთვის, რომელიც არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს ხედავ აგერ ყოფილ პოლიტპატიმრებს, ხედავ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ თავზე განიცადეს უსამართლობა, ქონება წართმეულებს და იმ რეჟიმის მხრიდან დაჩაგრულებს, რომელმა რეჟიმმაც მთელი ამ წლების განმავლობაში შეგვიძლია პირდაპირ მივცეთ კვალიფიკაცია, ჩაიდინა დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, 100,000-ობით ადამიანი გახადა ნასამართლელი, 100,000-ობით ადამიანი განდევნა და გააღატაკა თავისი ქვეყნიდან და დღეს ჩვენ იმ ფაქტის წინაშე გვაყენებენ, როდესაც საქართველოს პარლამენტში იქმნება ახალი მენტალური უმრავლესობა. ეს ძალიან სახიფათო სიმპტომია და ამისი ლაკმუსი იყო სწორედ ის ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო აქტის შემოტანა, რომლის განხილვის ვალდებულება საკონსტიტუციო დონეზე ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეკლესიის წინაშე. ვინაიდან საკითხები, რომელიც განსაზღვრული იყო კონკორდატით, მათ შორის ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროს ჭრილში განსახილველ საკითხებს. და ეს იყო პირველი ტესტი, რომელიც კოაბიტირებულმა ნაცქოცურმა ალიანსმა ვერ ჩააბარა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ეს არის თქვენი შანსი გააკეთოთ სწორი არჩევანი, რათა ამ შემდგომ განვითარებას აი ამ მახინჯი მოვლენისა არ მივცეთ შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული შანსი, რათა სახალხო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თვითმმართველობის დონეზე ყველაზე უფრო ძლევამოსილი, ყველაზე უფრო რესურსით გამორჩეული ერთიანი ოპოზიციისა და მის ლიდერებთან ერთად განახორციელოთ თქვენ, ჩემო ძვირფასო თბილისელებო, ჩემო ძვირფასო ვაკელებო. მე ვიცი და მადმწამს და არ ვცდები თუ როგორი ტიპის მერი გჭირდებათ თქვენ, რომ აირჩიოთ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, ის უნდა იყოს პრინციპული და მას უნდა შეეძლოს დაცვა საკუთარი პოზიციისა. მე ვამაყობ, რომ ჩვენი პოლიტიკური ალიანსი და თითოეული ლიდერი ჩვენი ერთიანი ოპოზიციისა სწორედ ამ თვისებებით არის გამორჩეული. და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, როგორც ლიდერი, არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ განებივრებული, ყავდეს ისეთი ლიდერი პოლიტიკაში, რომელიც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებს საკუთარი ქვეყანა არ აქციოს ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად და თქვენ ძალიან კარგად იცით
და დამეთანხმებით, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან უკვე დაწყებულია საომარი რიტორიკა, სამხედრო რიტორიკა, რომელსაც არავითარი გამართლება არ გააჩნია და უილიამ ჰეიგიც კი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი პირი, რომელიც ჩამოგზანდა, გახსოვთ თქვენ, პრესკონფერენციაზე დაუსვეს რა კითხვა ჰაერს საწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით, მან ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა, იმიტომ რომ მსგავსი რიტორიკა ეს არის ცივი ომის გამოცხადების მცდელობა და ეს არის საქართველოს გადაქცევის მცდელობა ზესახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური რესურსი არ გახლავთ მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის შორს მიმავალი, პრაგმატული და ამავე დროს მორალურად გამართლებული ალიანსი იმ პოლიტიკოსებისა, რომლებმაც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში თქვეს საკუთარი სიტყვა. დღეს ქალბატონ ნინოს გააჩნია ძალიან დიდი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ ეს რესურსი არაფერი არ იქნებოდა, რომ არა მხარდაჭერა ამ კოალიციისა, რომლის რიგები იზრდება ყოველდღიურად. მე თქვენ გთავაზობთ აი ამ ტრიბუნიდან გავმართოთ ღია მსჯელობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემდგომი მოწყობისა. განსაზღვროთ პრიორიტეტები, რა არის ჩვენი პრიორიტეტი? ქვეყნის გლობალური უსაფრთხოება თუ რაიმე კონკრეტული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი? რა არის პოლიტიკოსის თვისება იყოს მოქნილი და თავისი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტად განსაზღვროს პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესი განათლების პრიორიტეტებისა, ინტერესი ამ ქვეყნიდან განდევნილი ადამიანების უკან დაბრუნებისა, თუ ინტერესი იყოს მარიონეტი და ლაქუცა მისი ეგრეთ წოდებული პარტნიორებისა, რომლებიც მილიარდებსაც კი არიშურებენ დღეს იმისთვის, რომ უკრაინა ერთმანეთს გადაკიდონ და იგივე მოდელის გათამაშების ცდელობის ფაქტის წინაშე ჩვენ დავდგებოდით ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში, რომ არა ქალბატონი ნინოს დამსახურებებით და მათ შორის არის ისინი, რომელიც თქვენთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი და ის გახდება აუცილებლად ცნობილი. გახდება ცნობილი, იმიტომ რომ პოლიტიკოსის უკან ადამიანიც არის. იმ ადამიანს კი ყავს შვილები, ადამიანს ყავს ოჯახი, მას გააჩნია თავისი რისკ ფაქტორები და ყველაფრის თქმას აქვს თავისი ჯერი და თავისი რიგი. ორიოდე სიტყვით თბილისთან დაკავშირებით. ჩემო ძვირფასებო, სამი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მინდა თქვენგან კრიტიკული დამოკიდებულება მოვისმინო, მას შემდეგ რაც დავამთავრებ გამოსვლას თქვენ წინაშე. ბიუჯეტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის დაფინანსების მთავარი წყარო, ხომ მეთანხმებით რომ ასე იყო? 800 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც 2014 წელს მიიღო საკრებულომ და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა წევრებმა და რომლებმაც შესაძლებლობა მისცეს, რომ 2014 წლის მუნიციპალური არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ჩაატაროს და რომლის დახელფასების ფონდი 64%-ით არის გაზრდილი. მე მინდა ციფრები მოგიყვანოთ, იმიტომ რომ სარწმუნო გახდეს თქვენთვის თუ რასთან არის ყველაფერი კავშირში. 29 მილიონიანი დაფინანსებიდან 45 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება. თბილისის განვითარების პიარ სამსახურის უფროს 5000 ლარამდე ხელფასი. მაშინ, როდესაც თბილისის თვითმმართველობის წინაშე არსებული კანონით გათვალისწინებული ვალდებულება უსახლკაროებისთვის, რომლის საკანონმდებლო დეფინიციაც კი არსებობს ჩვენ საკანონმდებლო ბაზაში და რასთან დაკავშირებით მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მეგობარ ქალბატონ თამარ იოვაშვილს, რომელიც გვესწრება დღეს, მოვახსენო დიდი მადლობა. აი ამ პროგრამული უზრუნველყოფის მიუხედავად ერთი თავშესაფარიც კი არ აშენებულა ქვეყანაში. ერთი თავშესაფარიც კი მაშინ როცა გაზრდილი სახელმწიფო ფონდიდან მინიმუმ 4 კორპუსის აშენება შეიძლებოდა. და ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის იმ ნიშნით დისკრიმინირება ადამიანისა, რასაც სოციალური ნიშანი ქვია. ნახეთ, სექსუალურ ორიენტაციაზე რამდენია ატეხილი, გენდერულ იდენტობაზე, სოციალური ნიშნით რამდენი ადამიანია დისკრიმინირებული, რამდენია თქვენ შორის აქვს ხდომი. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია 200 პოლიტპატიმარის საქართველოს წარმომადგენლობითი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღიარებული შესაბამისი დადგენილებით, რომელთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენებიდან გამომდინარე, ზალიკო ჟვანიას სახლის აღწერა მიდის და მისი ქონების მიქცევა ბიუჯეტის სასარგებლოდ დღესაც. ეს კაცი არის დაუცველი, ანუ დისკრიმინირებული პოლიტიკური ნიშნით. წლებია ჩვენი მოქალაქენი დადიან და ითხოვენ რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე პირადობის ელექტრონული ფორმის ალტერნატივას, რაც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის უკვე დადგენილი პრაქტიკა და მათ შორის დიდ ბრიტანეთში ეს პრაქტიკა შესანიშნავად მოქმედებს. არა, თია წულუკიანისთვის არ არსებობს პრეფერენციები.
არ არსებობს პრიორიტეტები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ის წარმოადგენს საქართველოს სამართლიანობის სამინისტროს, ანუ იუსტიციის სამინისტროს. ხალხო, ეს ყველაფერი არის ნიველირებული, ეს ყველაფერი არის იგნორირებული. ეს ხალხი მათთვის მოქალაქეობას არ წარმოადგენს. მათ მოქალაქეთა რიცხვში ისინი არ თვლიან. ამიტომ ჩემთვის 10 გზის საპასუხისმგებლოა. ჩემთვის არის ძალიან დიდი ჯვარი ის პატივი, რომელიც შეიძლება მე თქვენგან მერგოს წილად და თუ კი მე გავხდები თბილისის მერი, ეს იქნება არა მხოლოდ სოციალური, ეკონომიკური და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების მოგვარების საკითხი, არამედ ეს იქნება პლაცდარმი და ხიდი იმისა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ლეგიტიმური მოთხოვნა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სრული დისკრედიტაცია მოახდინა საკუთარი წევრებისა, დავაკენო თქვენთან ერთად და ჩემი პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან ერთად პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს გაცილებით უფრო რთულ პოლიტიკურ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ სამეურნეო მექანიზმზე, ეკონომიკაზე და სიახლეებზე საუბარი არის. და ბოლოს, ჩვენ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დღეს წარმოგიდგენთ ვაკის რაიონის 2 შესანიშნავ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. მათ შორის ერთ-ერთი ბატონი ლევან ასათიანი, სულით თბილისელი, დიდარი ადამიანი თავისი სულის კვეთებით არის ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი. ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ ვაკეში წარმართო მისი მხარდამჭერი და კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მხარდაჭერი კამპანია. კამპანია, რომელიც გადის 1 ციფრის სამიანის შემოხაზვაზე. სამიანი უნდა შემოიხაზოს მაჟორიტარისთვის, სამიანი უნდა შემოიხაზოს კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციისთვის, სამიანი უნდა შემოიხაზოს თქვენი მონამორჩილისთვის, თუ კი მე ამას თქვენგან ვიმსახურებ. სამჯერ სამი. არ შემიძლია ორიოდი სიტყვა არ გითხრათ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაზეც გული მიკვდება და მტკივა, რომ მეტით ეს ინფორმაციები არ ვრცელდება. ხალხო, მტკიცებულება იმისა, რომ დანაშაულებრივი სინდიკატი მართავდა და დღესაც კოაპიტირებული ერთობით მართავს ქვეყანას, მდგომარეობს ორ არგუმენტში, თბილისთან დაკავშირებით გიყვებით. ერთი, რომ აი არქიტექტორები გვესწრებიან ბატონ ზურაბ წილოსანს მივესალმებით ჩემს მეგობარს და დამეთანხმოს ან უარყოს, რასაც ვამბობ. თბილის 1970-იანი წლების შემდგომ არ გააჩნია სტრატეგიული ურბანული განვითარების გეგმა. გეგმა განვითარებისა და რეკონსტრუქციისა. თბილის არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განსაზღვრელი პოლიტიკის დოკუმენტი. ეს ორი დოკუმენტი არის თბილისის კონსტიტუცია, რომლის არ მიღების შემთხვევაში ყველაფერი დაკავშირებული იქნება ბიზნეს ინტერესებთან, დაკავშირებული იქნება ისეთ მეგა პროექტებთან, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალურ ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ კავშირი აქვს ვოლუნტარისტულ დამოკიდებულებასთან, იგივე ძველი თბილისის ურბანული ქსოვილის განადგურების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ თაბორის მთა, ბეთლემი, სიონი, ჯვარისმამა, ამ ლოკალურ სივრცეში მოქცეული სინაგოგა, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, ეს არის ანარეკლი ძველი იერუსალიმისა, ეს არის ის კარგა ძველი ისტორიული თბილისის უბნისა, რომელიც მსოფლიო ისტორიული კულტურული მემკვიდრეობაა. დღესდღეობით მიმდინარეობს მიზანსტრაფული, მიზანმიმართული ჩაკლა თბილისის ამ სულისა. რისი უფლებაც თქვენთან ერთად ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის და უნდა შევიმუშაოთ არქიტექტორების, ურბანისტების და ხელოვნებათმცოდნეების დონეზე სპეციალური მაღალი ლეგიტიმაციის კომისია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დადებს თბილისის განვითარების გეგმას და დადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრელ დოკუმენტს და არავის არ მივცემთ უფლებას ამ ქალაქში ხელი აფათუროს. და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლევან ასათიანი და ჩემი ქალბატონი შესანიშნავი გარდაცვლილი ჩვენი მეგობრის ზაზა ღლონტის მეუღლე ქალბატონი ინგა ახვლედიანი არავის არ მისცემენ უფლებას და საკანონმდებლო ორგანოს დონეზე, თბილისის საკრებულოს დონეზე თქვენთან ერთად და ჩვენთან ერთად იბრძოლებენ ამ ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი, ძალიან ბევრი გაქვთ ალბათ თქვენ საკითხავით ჩემთვის. ამის შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც ქვემოთ ჩამოვალ. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ლიდერს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა
მინდა მოგახსენოთ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით თქვენი აქ ყოფნისათვის, თქვენი თანადგომისათვის და მე ნამდვილად ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ღირსეულ ადამიანებს წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატებს. უპირველეს ყოვლისა ქალაქის მერობის კანდიდატს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ნამდვილად ძალიან ღირსეული ადამიანია. მას ძალიან ბევრი ღირსებები აქვს და მათ შორის არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის როგორც თბილისის მერისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. ის არის ადამიანი, რომელიც არის მორწმუნე, რომელიც არის 8 შვილის მამა და რომელიც არასოდეს სხვის შვილებს ლუკმას არ მოპარავს და იმ ლუკმას თავის შვილებს არ მიუტანს. მან იცის და მას წამს, რომ ასეთი ლუკმა მის შვილებს არ შეერგება. ამიტომ მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ჩემი მეგობრები იმაში, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც თბილისის ბიუჯეტის ყველა თეთრს მოახმარს თბილისს, რომელსაც ესმის თბილისის და ესმის თბილისის ტკივილის. მეც მაქვს პრეტენზია, რომ მესმის თბილისის და ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენი ბავშვობა, შენი ახალგაზრდობა, მთელი შენი ცხოვრება არის დაკავშირებული ქალაქთან. სულ სხვაა, როდესაც შენ პატარა დარბოდი იმ ქალაქის ქუჩებში, რომელშიც შენ მერი უნდა გახდე. მე ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე როგორც ქუთაისელი თბილისლებს თავს დავაჩაგრინებ, ან თბილისლები შეეცდებიან ჩემი ან სხვის დაჩაგვრას, მაგრამ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა შენ ქალაქის ყველა უბანი იცი, როდესაც შენ გეტკინება რომელიღაცა შენობის დანგრევა, იმიტომ რომ იმ შენობასთან შენ იცი რა არის დაკავშირებული. ამიტომ დიახ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ავირჩიოთ დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისის მერად. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ წინ გამოსულ ყველა ადამიანს. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამ ადამიანების გვერდით ყოფნა. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ და მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველანი ამდენი წელია ჩართული ვართ, საბოლოო ჯამში დამთავრდება იმით, რომ ქვეყანა იქნება სამართლიანი, ქვეყანა მოწესრიგდება და აღარ იქნება ის უსამართლობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 70 და 75 წლის წინ თავი შეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და აგიამ სწორად აღნიშნა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი გაიღო ამ ომში. და ამ დროს წლების განმავლობაში ჩვენი ვეტერანები იყვნენ შეურაცხყოფილნი, ჩვენი ვეტერანები იყვნენ აბუჩათაგდებულნი, თუმცა უნდა გითხრათ, დიდი დაფასება მათი მე ვერც დღეს ვერ დავინახე. როცა ვეტერანებს დაიბარებ 10 საათზე, 90, 85, 92 წლის მოხუცებს და შენ თვითონ მოხვალ ხელისუფლება 12 საათზე, ეს არ არის დაფასება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა დადგეს დრო, როდესაც ყველა ადამიანის წვლილი დაფასდება. უნდა დადგეს დრო, როდესაც რიგით ქართველებს ექნებათ იმისი განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველასია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მართლაც ასე იყოს. დიახ, ჩვენ მოვაწესრიგებთ ქვეყანას და ქვეყნის მოწესრიგებას ძალიან ბევრი რამ უნდა და აქ ჩემ წინ გამოსვლისას დიმიტრიმ ეს თქვა. მე დღეს დავაფიქსირე, სიმართლე გითხრათ, რომ როცა ითქვა, რომ 69 წელია გამარჯვებისო, ეხლა გამახსენდა, რომ 65 წლის თავი იყო გამარჯვების, როდესაც მე მოსკოვში აღლუმს დავესწარი. რა ამბავი ატყდა მაშინ? უკაცრავად და ძირითადი თემა ჩემი ფეხსაცმელები იყო. თითქოს ამაზე მეტი თავსატკივარი ჩვენ არაფერი არ ქონდა. მე მინდა გითხრათ, სამწუხაროდ და გულის ტკივილით ვამბობ ამას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 4 წლის წინაც კი იყო განუზომლად მეტი შანსი ჩვენი პრობლემების მოგვარების, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის სერიოზულად წინ წაწევის, ვიდრე ეს არის დღეს. და შემთხვევითი არ იყო მე ბოლო 2 წელი ხელისუფლებას რომ მუდმივად ვეძახდი, ხალხნო აიღეთ ყურმილი და ელაპარაკეთ, ხალხნო შეხვდით, ხალხნო დაილაპარაკეთ, დაიწყეთ მოლაპარაკებები. მოდი პირდაპირ ვთქვათ, როდის უფრო ადვილი იყო აფხაზეთზე მოლაპარაკება და სამაჩაბლოზე მოლაპარაკება 4 წლის წინ თუ დღეს, შარშან თუნდაც თუ დღეს 3 თვის წინ, ვიდრე ყირიმი არ იყო და ვიდრე უკრაინა არ იყო, თუ დღეს. დიახ, ყოველდღიურად ჩვენი ხელისუფლება ამ შანსს კარგავს და მე პირდაპირ გეტყვით,
დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ ყავს ადამიანი, რომელიც დაელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას ისე, როგორც ეს ქვეყანას და როგორც ეს ქვეყნის ინტერესებს ეკადრება. ეს არ არის ჩემი პიროვნული ტრაგედია ნამდვილად, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ არ გიმალავთ და არც გაკადრებთ ტყუილს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ამ არჩევნებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ძალიან სერიოზულ პლაცდარმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოსათხოვად და საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. სამარცხვინო იყო ის, რასაც მე გუშინ ვხედავდი ტელეეთერით და ძალიან ბევრ თქვენგანს ალბათ ნერვებიც კი არ ეყო, რომ ამისთვის ბოლომდე ეყურებია. 25 წუთი რუსთავი 2-ის ეთერში პირდაპირი ჩართვა ნაციონალური მოძრაობის ყრილობის. ისევე როგორც 2 კვირის წინ ქუთაისიდან იყო 40 წუთიანი ჩართვა უკვე იმედის ეთერში. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ ქართული ოცნების კოალიციის წარდგენისა. 2 საათზე პირველი 8 წუთი იმედის ეთერი უშვებდა მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას. არც ერთი პირდაპირი ეთერი ჩვენ არ ვღირსებია. არც მაშინ, როდესაც გადაჭედილი იყო თქვენი და თქვენაირი ადამიანების წყალობით სპორტის სასახლე საპრეზიდენტო არჩევნების დროს და 5 წუთიანი ჩართვაც კი არ ჰქონდა ჩვენ. მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატს როგორც ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ქართული ოცნებიდან 20 და 25 წუთიანი ჩართვები ჰქონდათ და არც ეხლა, არც დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგენა, არც სხვა არც ერთი კანდიდატის წარდგენა არ ყოფილა გასული პირველ ეთერში. რომელ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ უზარმაზარი თანხა იხარჯება როგორც შავი, ასევე თეთრი ფული იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გადარჩეს და ქართულმა ოცნებამ ყველა ბერკეტი ხელში ჩაიგდოს. დიახ, მე ვუფასებ ქართულ ოცნებას იმას, რომ დღეს ჩვენ აქ შიშის გარეშე ვართ შეკრებილნი, მაგრამ მე არ ვპატიობ და არ ვაპატიებ ქართულ ოცნებას იმას, რომ თქვენს მიერ საქართველოს მოსახლეობის მიერ პოლიტიკურ სამარეში ჩაგდებული ნაციონალური მოძრაობა ამოათრია იმ სამარიდან, ჩამოფერთხა ის ჭუჭყი და მტვერი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მისი საქმიანობიდან გამომდინარე და დღეს ნაციონალები ბედავენ, რომ თითები გვიქნიონ და გვიძახონ, რომ კიდევ მოვალთ და მერე ნახეთ რა დაგემართებათო. პირველ რიგში ქართულ ოცნებას დაემართება, თუმცა ყველას არა. იმიტომ რომ ნაწილი შვენივრად იყო კოჰაბიტირებული როგორც მანამდე, როცა 2010-ში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დათანხმდნენ, როდესაც მერე 6-იანის და 8-იანის ფორმატში ნაცებთან მოლაპარაკება დაიწყეს, მოვიდნენ ხელისუფლებაში, რასაც მაშინ ელაპარაკებოდნენ, თვითონ რატომ არ გააკეთეს. იმიტომ რომ ძვირფასო მეგობრებო, განსხვავება იცით რა არის ჩვენსა და მათ შორის და თქვენ იცით ვინც აქ ახართ. ჩვენ არ ვიბრძოდით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩვენ ვიბრძოდით ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად და ქვეყნის გადასარჩენად. ვინც იბრძოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და კიდევ ძალიან ბევრ ამას გააკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. დიახ, არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა 40% წარმოდგენილი და არც იქნებოდა რომ არა ქართული ოცნების უსუსურობა და დიახ, არ უნდა იყოს ქართული ოცნების 60%-დან მინიმუმ 40% ქართული ოცნების წარმოდგენილი პარლამენტში, იმიტომ რომ დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ და მორალს გვიკითხავენ რესპუბლიკელები, რამდენ პროცენტს მიიღებდნენ, ან როდის მიუღიათ რამე პროცენტი, ხან მიშას შეეკედლენ, ხან აღორძინებას შეეკედლენ, ხან ეხლა ამას ქართულ ოცნებას შეეკედლენ და კიდე ბევრს ლაპარაკობენ და თუ ბევრს ილაპარაკებენ და ილაპარაკებენ ჩვენზე. მე არ მინდა გვარების დასახელება, იმიტომ რომ მაინდა-მაინც არც გვარების დასახელების ღირსნი არ არიან. კარგად გავუხსენებთ მათ წარსულს. იმიტომ ხომ არ ლაპარაკობენ ჩემზე ძალიან ბევრს, რომ მათი წარსული არა მარტო ეხლანდელი ვიცი, არამედ საბჭოთა პერიოდის წარსულის კარგად ვიცი. ვის რა უდგას ზურგს უკან. და ისიც კარგად ვიცი ჩემს ირგვლივ და ჩემს ახლო მყოფი ადამიანების მიმართ რატო აქვთ ესეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ იმათმა კიდევ უფრო კარგად იციან დოკუმენტირებულად ვის რა წარსული აქვს და ვის როგორ უცხოვრია. ამიტომ რაც ნაკლებს ილაპარაკებენ, მათთვის მით უკეთესი შეიშნონ ის, რაც მიიღეს და რაზეც ვერც იოცნებებდნენ ვერასოდეს თავის ცხოვრებაში და საქართველოს მენტალიტეტის, ქართული მენტალიტეტის, ქვეყნის დაქცევის იდეების მხარდაჭერას თავი დაანებო. აქ ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ახსენა
თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება. მე ძალიან ვერიდებოდი ხოლმე მისი გვარის ხსენებას და კრიტიკას ბევრი მიზეზის გამო და ეხლა ძალიან ბევრ რამეზე თავს ვიკავებ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მახსოვს, როგორ გვეძახა ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა და მამაჩემის უახლოესი მეგობრის გურამ ფანჯიკიძის ოჯახის წევრმა უტიფარი პოლიტიკოსი, როგორ ეძახა ჩემს თანამებრძოლებს, აქ ირაკლი ბათიაშვილი არის მათ შორის უხარისხო ქართველები, თურმე ირაკლი ბათიაშვილი, გია ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, თითეული ჩვენგანი უხარისხო ქართველები ყოფილვართ. კარგი, მე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ დანარჩენები. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. და მინდა ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გავაფრთხილო, რომ ნუ ეცდებიან ტყუილად მისი რეიტინგის აწევას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ძალიან სწორად იქნება გაანალიზებული. განცხადება, რომელიც ირაკლი ალასანიამ გააკეთა თავდაცვის სისტემების, ნატოს თავდაცვის სისტემების საქართველოში განლაგებასთან დაკავშირებით, ეხლა როდესაც უკრაინაში ხდება ის, რაც ხდება, მით უფრო როცა ეს განცხადება გაკეთდა ამერიკასთან შეუთანხმებლად, ნატოსთან შეუთანხმებლად და ყველასთან შეუთანხმებლად და უპირველეს ყოვლისა ქართულ საზოგადოებასთან შეუთანხმებლად, ეს ნებისმიერ ქვეყანაში იმპიჩმენტის საფუძველი გახდებოდა, იმიტომ რომ თუ არ იცის ბატონმა ალასანიამ, მე ვეტყვი, რომ ეს განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელია და ამ განცხადებას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოყოს ქვეყნისათვის. თუ არ იცი, მაშინ მინისტრი არ უნდა იყო. თუ იცი და მაინც ამ განცხადებას აკეთებ, მაშინ უბრალოდ მავნებელი ხარ და სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებ, რაც ძნელი დასაჯერებელი ნამდვილად არ არის იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძვირფასო მეგობრებო, მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თბილისის პრობლემები. ყველა იმ ადამიანმა, ვინც თქვენ წარმოგიდგინეთ, ჩვენ ვიცით რა ჭირდება ქვეყანას და თბილისს. ჩვენ ვიცით, რომ პირველ ყოვლისა ქვეყანას ჭირდება მოწესრიგებული ბიუჯეტი, სამართლიანობა და ამ სამართლიანობას და წესრიგს ჩვენ აუცილებლად მივახცევთ. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, მივიღოთ გადაწყვეტილება სწორედ საქმის ინტერესებიდან და არა ვინმეს ხათრიდან ან ემოციებიდან გამომდინარე. დიახ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მესამე ნომერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამივე ბიულეტენში შემოხაზავთ ნომერ 3-ს. შემოხაზავთ კოალიცია ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, შემოხაზავთ მერობის კანდიდატად ძალიან ღირსეულ ქართველს, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც სხვათა შორის იყო ერთადერთი დეპუტატთაგანი, რომელიც 26 მაისს ჩვენ გვერდით იდგა და ციხეებში დარბოდა იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი ცოცხალი ამკვდარი ეპოვა და შემოხაზავთ მაჟორიტარობის კანდიდატებს. ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი. ბატონი ლევან ასათიანი, რომელსაც წარდგინება დიდად არ ჭირდება და უკვე წარადგინეს ჩემმა წინამორბედებმა და ქალბატონი ინგა ახვლედიანი ნუცუბიძის ფერდობზე და ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, რომელიც ასევე ძალიან ღირსეული ადამიანია და ღირსეული მეუღლეა თავისი, მეუღლის, რომელიც პრაქტიკულად შეეწირა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. თქვენი იმედი გვაქვს, ვიცით, რომ ამჯერად სახში ნამდვილად არ დარჩებით და შემოხაზავთ სამ ბიულეტენში ნომერ 3-ს. ეხლა მინდა ვთხოვო რამდენიმე სიტყვა ჩვენმა მაჟორიტარებმა ბრძანვა. დავიწყოთ გამოსწორება ჩვენი ქალაქიდან, ჩვენი უბნიდან, ჩვენი ქუჩიდან. ყველამ ერთად შემოხაზეთ ნომერი 3. მოგესალმებით, ჩემო ვაკელებო. ჩვენ ბევრი ვართ, მადლობა რომ თქვენ აქ ახართ. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ჩემ მშობლიურ გვალ ბაღში წავსდგეს თქვენს წინაშე როგორც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მე მთელი ცხოვრება აქ ამავს გატარებული, ჩვენ ერთნი ვართ. მე კარგად მახსოვს რა იყო ვაკე, ეს იყო ტოლერანტობის, ეს იყო მოფერების, ეს იყო ღიმილის უბანი. ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან მოდიოდა აქ ხალხი სასეირნოდ, ინიშნებოდა პაემანი და დღეს მივიღეთ რა? ერთი მტვრიანი მასივი. ვაკე ქცეული არის ერთი დიდ სამშენებლო მოედნად. თბილისის სიმბოლო ჭადრის ხე გაიჩეხა ჭავჭავაძეზე. რას დაემგვანა ჩვენი კურსდმა, რას დაემგვანა ვაკის პარკი, ეს ძალიან ტკივნეულია ჩვენთვის ძირძველი ვაკელებისათვის. მე თქვენ გპირდებით, თქვენი მხარდაჭერით, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვაკეს დაუბრუნებ მე ძველ ღირსებას და ძველ ხილს. ერთი რამ მინდა გითხრათ.
რაც შეეხება ჩვენი თბილისის მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორტკიფანიძეს, ვიღაცას უთქვია, რომ თბილის მენეჯერი ჭირდებაო. ჩემი აზრით თბილის მენეჯერი არ ჭირდება. მენეჯერი ჭირდება საწარმოს. თბილის ჭირდება მაესტრო. ეს არის სიმღერისა და ლექსის ქალაქი. ამას სხვანაირი მოფერება ჭირდება, სხვანაირი განწყობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დიმიტრი ლორტკიფანიძე შეასრულებს ყველაფერს იმას, რაც მის ფაქის და მის უმციკლო სულს ეკადრება. დიდი მადლობა და თქვენი იმედი მაქვს. თქვენს კი გქონდეთ ჩემი იმედი, იმიტომ რომ ბევრს არ დაგპირდებით, მაგრამ რასაც ვიტყვი, იმას შევასრულებ.